მოგესალმებით ჩემო ზურფასებო, პირველ რიგში მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას არხის გამოწერისთვის, მადლობა კომენტარებისთვის ჩემო ზურფასებო. ვისაც არ გამოგიწერიათ, თხოვნა მაქვს გამოიწეროთ ჩემო კარგებო. ეს მნიშვნელოვანია არხის განვითარებისთვის. ახლა შემოგთავაზებთ დაპირებულ ვიდეოს, პოსტის ქვეშ თქვენ დამიტოვეთ კითხვები და მე ამ კითხვებზე ახლა გაგცემთ ჩემო კარგებო პასუხს. ნახოთ პასუხობ ახლა ნინოს 30 წლის ნინოს, რომელმაც დამიტოვა ასეთი კითხვა, რას უმზადებს ნინოს 2025 წელს სამყარო სასიყვარულო სფეროში. ანუ რა ელოდება, რას უმზადებს სამყარო ნინოს 30 წლის ნინოს 2025 წლის განმავლობაში სასიყვარულო სფეროში. ნახოთ ნინო ახლა როგორია, მე რომ გავიგო ხარ თუ არა ურთიერთობაში, ეს მნიშვნელოვანია, ნახოთ რა ხდება ამჟამად ნინოს პირად ცხოვრებაში, რა ხდება ამჟამად და შემდეგ გაგცემთ თქვენს კითხვაზე პასუხს. რა ხდება ამჟამად ნინოს ცხოვრებაში? ჩემო კარგო, მე მინდა გითხრა, რომ შესაძლებელია შენს ცხოვრებაში არის ურთიერთობა, ნუ ყოველ შემთხვევაში მამაკაცი, რომელთანაც შესაძლებელია რაღაც კონფლიქტური სიტუაცია გაქვს, ნუ ურთიერთობის გარკვევა, ასე ვთქვათ, შესაძლებელია. ვცდილობ რომ გაერკვე მასთან ურთიერთობაში, მაგრამ მე აქ თითქოს ვხედავ იმასაც, რომ ის ურთიერთობა, რომელიც გაქვს ამ მომენტში, შენთვის არ არის მისაღები ალბათ, ან დამაკმაყოფილებელი, ან არ ხარ, მოკლედ ერთი სიტყვით არ განიცდი იმ ემოციურ როგორ გითხრა, ემოციურად სისავსეს ამ ურთიერთობაში და რაღაც თითქოს შესაძლებელია ამ პიროვნებასთან, ნუ პენტაკლის მეფე ამოვიდა, ამ პიროვნებასთან შესაძლებელია რაღაც ვცდილობ რომ რაღაც დისტანცია დაიკავო, შესაძლებელია რაღაც წენა გქონდათ ურთიერთობაში და ეს ყველაფერი ხდება ამიტომ მე არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ ამ მომენტისთვის იყო დაშორებულიც ამ პიროვნებასთან, კი აქ მე მიჩვენებს იმას, რომ შესაძლებელია მოგივიდათ გქონდათ რაღაც კონფლიქტური სიტუაცია, რომელიც შესაძლებელია რაღაც ტყუილს უკავშირდება, იმიტომ რომ შვიდიანი ხმალი ამოვიდა და თქვენ შეეცადეთ რომ ამ ურთიერთობისთვის გაგერკვიათ წერტილი დაგესვათ და ასე შემდეგ ერთი სიტყვით თქვენ უკეთ იცით თქვენი სიტუაცია და თქვენი მდგომარეობა. თუ ასე არ არის, ყოველ შემთხვევისთვის მე კარგია რომ ვიცოდე თქვენი აუცილებელია რომ ამჟამად იმყოფებით ურთიერთობაში თუ არ იმყოფებით, მე ეს მცოდნოდა, მაგრამ რა კი არ ვიცით, ამიტომ მე ამას გამოვთქვა ვარაუდის დონეზე. ან არის კიდევ ერთი ვარიანტი, შესაძლებელია თქვენ ყავთ თაყვანისმცემლები, არიან კანდიდატები, რომელიც თქვენთვის არ არიან მისაღები და ხართ ამ მომენტში, როგორ გითხრათ, 4-იანი თასის ენერგიებში, როდესაც პიროვნებას უკვე აღარ უნდა არც ურთიერთობა, ყოველ შემთხვევაში ის ურთიერთობა, ის სიყვარული, რასაც თავაზობენ ერთი სიტყვით და შესაძლებელია თქვენ ყველანაირად ცდილობთ, რომ მოიშოროთ ის თაყვანისმცემლები და ის ურთიერთობა, ან ის პიროვნებები, რომლებიც შესაძლებელია გაღიზიანებენ და ნერვებს გიშლიან ერთი სიტყვით, მაგრამ მე ვერ ვიტყვი იმას, რომ საერთოდ თქვენ ხართ ისე, რომ შესაძლებელია მე მე მინდა კარგად გაიგოთ, რომ აგიხსნათ, უпростоრად კარგად აგიხსნათ ის, რომ თუ თქვენ ამ მომენტში თქვენს პარტნიორთან ხართ რაღაც კონფლიქტურ სიტუაციაში, პარტნიორია თუ შეყვარებული არ აქვს მნიშვნელობა, ხო, იგივე იგულისხმება იგივე პიროვნება, ვისთანაც რაღაც ემოციური კავშირი გაქვთ და ამ მომენტისთვის ხართ დაშორებული, ან არის ვარიანტები, რომლებიც თქვენთვის მეუღებელია ერთი სიტყვით. ნუ ეს არის ახლანდელი მდგომარეობა. მე უბრალოდ მაინტერესებდა, რომ გამეგო, შემდეგ კითხვას რომ დავსვა, უკვე გვაჩვენებს როგორ იქნება 2025 წელი ნინოსთვის, 2025 წელს რას უმზადებს სამყარო სასიყვარულო სფეროში. ნინოს 30 წლის ნინოს რას უმზადებს სამყარო სასიყვარულო სფეროში 2025 წლის განმავლობაში. ნახეთ აბა ნინო რას გვეტყვის, რას გიმზადებს. ნუ ნახეთ, თქვენ თვითონ ნახეთ, თქვენი თვალით, თქვენს თვალწინ ხსნი აქ კარტებს, ჩემო კარგებო. მე მინდა გითხრათ, რომ 2025 წელი იქნება თქვენთვის პერიოდი, როდესაც თქვენ ბოლოს და ბოლოს იპოვით თქვენთვის პიროვნებას, ანუ გამოჩნდება პიროვნება, ვინცაც ეყარებით და ვინც თქვენ გეყარებათ, 2-იანი თასის არკანით თქვენ
ნახეთ ამ პიროვნებისთვის იქნებით როგორც პენტაკლის დედოფალი ერთი სიტყვის თავისი გრძნობთ ასე, მაგრამ მე მინდა გითხრათ რომ ეს რომ დადგეს ცოტა პერიოდია საჭირო. ანუ აუცილებლად იქნება, ანუ არ არის გამორიცხული წლის ბოლოსკენ გამოჩნდეს ეს პიროვნება. ყველაფერს თავისი დრო აქვს. 7-იანი პენტაკლით სრულდება გაშლა. ანუ ყველაფერს თავისი დრო აქვს. ჩემო კარგო, ძვირფასო ნინო, აუცილებლად გამოჩნდება თქვენ სივრცეში არის პიროვნება, ვისაც მოსწონხართ, ვისაც უყვარხართ და მინდა გითხრათ რომ შესაძლებელია თქვენ ეს პიროვნება იცით კიდეც ყოველ შემთხვევისთვის თუ არ იცით ეს გრძნობა იქნება ორმხრივი და ეს აუცილებლად ანუ პირდებათ 2025 წელი პირად ურთიერთობაში პირდებათ იმას რომ თქვენს ანუ იპოვით სიყვარულს იპოვით იმ ადამიანს ვისაც სიყვარებით და ვინც გიყვარებათ ერთი სიტყვით გამოჩნდება უბრალოდ თქვენს ცხოვრებაში ეს პიროვნება უბრალოდ ყველაფერს თავისი დრო აქვს ჩემო კარგებო თქვენი თავის ფასი ვფიქრობ რომ ძალიან კარგად იცით რადგან ამოდიხართ როგორც პენტაკლის დედოფალი ყველანაირად შემკული პიროვნება ხართ სტაბილური ურთიერთობაში ყოველ შემთხვევისთვის განათლებული ლამაზი და უბრალოდ ცოტა მოსდაასაჭირო მოგიწევთ მოთმინება ერთი სიტყვით მოთმინება სულ ეს იყო რაც მინდოდა მეთქვა თქვენს კითხვაზე ძალიან მაინტერესებს გამომეხმაურო ნინო რამდენად რეზონირდა ახლანდელი ურთიერთობას გულისხმობ მე ახლანდელ თქვენს ურთიერთობას ისე რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს ნინო აუცილებლად იქნება თქვენს ცხოვრებაში 2025 წლის ბოლომდე პარტნიორი ვისაც ეყარებით და ვინც გეყარებათ თქვენ ასე შემდეგი კითხვა ეხება ანას 53 წლის ანას აინტერესებს საყვარელი ადამიანი რას მოიმოქმედებს ანას მიმართ რა არჩევანს გააკეთებს მეკითხება ანა 53 წლის ანა პასუხობ შენ საყვარელი ადამიანი კარგი იქნება თუ სახელიც მეწოდინებოდა იმ პიროვნების მაგრამ შენ რაკი გუნებაში და თავში გაქვს მისი ხატება ასე ვთქვათ ნახოთ აბა რას მოიმოქმედებს მე მაინტერესებს ვიკითხო ახლა რა ურთიერთობა აქვს ანას საყვარელ ადამიანთან 53 წლის ანას რა ურთიერთობა აქვს იმ მამაკაცთან ვისაც ანა ფიქრობს რა ურთიერთობაშია ამჟამად ანა საყვარელ მამაკაცთან ну იცით რა არის მე ვფიქრობ რომ ამ მომენტისთვის თქვენს ურთიერთობაში ნამდვილად კითხვაც იმიტომ გებადებათ ალბათ რომ ბურუსით არის მისი მხრიდან ან ურთიერთობა ვერ გაგირკვევიათ რას გრძნობს შესაძლებელია არჩევანი არ აქვს გაკეთებული ამ პიროვნებას მისი პასუხი ასე ვთქვათ ვერ გარკვეულ ხართ რა გრძნობები აქვს თქვენს მიმართ მერყეობა აქვს და ვფიქრობ რომ შესაძლებელია არ არის გამორიცხული რომ ეს პიროვნება და თქვენ შესაძლებელია იცოდეთ კიდევაც რომ ამ პიროვნებას შეიძლება ჰყავდეს თქვენს გარდა სხვა ასე ვთქვათ არ ვიცი თაყვანის ცემის ობიექტი თუ სიყვარულის ობიექტი ერთი სიტყვით თქვენთვის გაურკვეველია ყოველ შემთხვევისთვის როგორც ჩანს ის ურთიერთობა რომელიც ამჟამად გაქვთ საყვარელ ადამიანთან მოდი ვნახოთ მაშინ კარგი იქნებოდა რომ დაგვეზუსტებინა პერიოდი რა პერიოდიც გაინტერესებთ მაგრამ არა უჭირს მე ვიტყვი რომ ჩავიფიქრებ ну გავაშხებთ მაშინ რას მოიმოქმედებს ანას მიმართ საყვარელი 53 წლის ანას მიმართ საყვარელი მამაკაცი მომდევნო 2 თვის განმავლობაში ანასთან მიმართებაში რას მოიმოქმედებს მოდი დავტოვოთ ეს თასის მეფე რა კი ამოვიდა თვითონ რას მოიმოქმედებს 53 წლის ანას პასუხობ ანას მიმართ საყვარელი მამაკაცი მომდევნო 2 თვის განმავლობაში რას მოიმოქმედებს რა ნაბიჯებს გადადგავს რა არჩევანს გააკეთებს ნახოთ როგორც ჩანს არჩევანი არ აქვს ამ პიროვნებას გაკეთებული რა არჩევანს გააკეთებს ანას მიმართ რა იქნება ის არჩევანი რასაც ანას მიმართ გააკეთებს მისი საყვარელი მამაკაცი ჩემო კარგო ანა მე მინდა გითხრა რომ ამ პიროვნებას არ გამოვრიცხავ რომ ნახეთ ეს პიროვნება არ გამოვრიცხავ იმას რომ შესაძლებელია იმყოფებოდეს სამკუთხედში ან თქვენს გარდა კიდევ ფიქრობდეს და ან ურთიერთობა ჰქონდეს საერთოდ სხვა პიროვნებასთანაც ფიქრით შეიძლება ფიქრობს და ასე ვთქვათ შესაძლებელია ფიქრობს იმასაც ну ურთიერთობიდან არის წასული ეს პიროვნება ფიქრობ არ არის გამორიცხული რომ რაღაც თავის აქციელებს ნანობდეს მაგრამ ყოველ შემთხვევაში სულელის არკანით თუ იმსჯელებთ ხომ მისი მოქმედება იმდენად
ამოუცნობი და გამოუცნობია სულელი რას მოიმოქმედებს, კაციშვილმა არ იცის, გადააბიჯებს თუ არა, კარგად იცით ხო სულელის არკანი უბსკრუს გადააბიჯებს თუ ზარლში აჩერებს, არავინ არ იცის, ერთი სიტყვით იმდენად ამოუცნობია სულელის მოქმედება, რას მოიმოქმედებს, თავში რაც მოულის უცებ, ნებისმიერი რამ შეიძლება იყოს ეს და შესაძლებელია, ანუ ამოუცნობია ფაქტიურად მისი მოქმედება. ყოველ შემთხვევისთვის მე გეტყვით იმას, რომ თუ სულელის არკანით ვიმსჯელებთ ხომ, მას სურს უფრო ურთიერთობა, რომელიც არის თავისუფალი, ანუ სერიოზულ ურთიერთობაზე ვფიქრობ, რომ არ ფიქრობს ეს პიროვნება, თქვენი საყვარელი მამაკაცი, მას შესაძლებელია სურდეს თავისუფალი ურთიერთობა, ყოველგვარი პასუხისმგებლობას მოკლებული ურთიერთობა, ანუ ურთიერთობა, სადაც არ აქვს ადამიანს პასუხისმგებლობა, ხო? კი, რა თქმა უნდა, ხა, აქ ვფიქრობ, რომ შესაძლებელია ეს პიროვნება ამოვიდა ვერ გარკვეულა ჯერ კიდევ ეს პიროვნება თავის გრძნობებში აქ მე სამკუთხედი მაქვს ჩემო ძვირფასო ანა, შეიძლება ეს შენ კარგად იცი, ამ პიროვნებას ვერ გადაუწყვეტია ორ ქალს შორის არჩევანი, რომელზე გააკეთოს და ისე რომ სულელის არკანით კიდევ გავიმეორებ იმას, რომ მომდევნო 2 თვის განმავლობაში რა მოვლის თავში კაცმა არ იცის და რას მოიმოქმედებს ერთი სიტყვით, ჯერჯერობით გაურკვეველია თქვენთან მიმართებაში, ჯერ ისევ გაურკვევლობა აქვს, და მე მაინც დავაზუსტებ სულელის არკანით, დავაზუსტებ თუ შეიძლება. ისო ფიქრის პროცესშია, ვერ გადაუწყვეტია ჩემო კარგო, ვერ გადაუწყვეტია ამ პიროვნებას. თითქოს უნდა კი კომუნიკაციაზე გამოსვლა, მაგრამ რატომღაც 4-იან პენტაკლით თავს იკავებს დაკიდებული კაცი ჩემო კარგო. მე ვერ დაგაიმედებ, რომ რაიმეს მნიშვნელობას მოიმოქმედებს, შესაძლებელია რაღაც იყოს რაღაც კონტაქტი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამაზე ჯერ კიდევ ბევრს ფიქრობს. და ისევ გავიმეორებ, რომ სულელის არკანით კაცმა არ იცის თავში რა მოუვა ამ სულელს და გადახტება ამ კლდიდან და რაღაც ახალ თავგადასავლებში წავა თუ ეს ძაღლი რომელიც არის დააკავებს და შეჩერდება და უკან მოbrunდება, კაცმა არ იცის ერთი სიტყვით, აი ასეთია პასუხი. სამწუხაროდ მე დასაიმედებელ პასუხს, რაც მიჩვენა კარტმა ის გადმოგეცი ჩემო ძვირფასო, ძალიან მაინტერესებს, რომ გამომეხმაურო. შემდეგი კითხვა, მარი 23 წლის მარის აინტერესებს, 23 წლის მარის აინტერესებს. რას გრძნობს ლაშა მარის მიმართ ამჟამად? რას გრძნობს ლაშა მარის მიმართ ამჟამად? მარი მიკითხა, რომ თუ აქვს კიდევ გრძნობა ლაშას ჩემს მიმართო. ნახოთ აბა, რას გრძნობს ლაშა 23 წლის მარის მიმართ ამჟამად? რას გრძნობს ლაშა მარის მიმართ ამჟამად? 23 წლის მარის მიმართ ამჟამად. ჩემო კარგო მარი, მე მინდა გითხრა, რომ ლაშას შეიძლება ითქვას, რომ ლაშა არის პიროვნება, манипуляტორი, რომელიც შესაძლებელია დღეს ერთი ადამიანის გრძნობებით თამაშობს, ხოლმე მეორე ადამიანის გრძნობებით ითამაშოს, მას უფრო ვნება აქვს ვიდრე სიყვარული, ჩემო კარგო, და იმპერატორი არის პიროვნება ამ შემთხვევაში, რომელიც შეიძლება იცით როგორ არის, ცოტა ცივი პიროვნება, მისგან გრძნობებს ნაკლებად უნდა ელოდოთ, მაგრამ ამაყი პიროვნება, ამას არაფრით არ გამოტყდება თავის გრძნობებში და არაფრით არ აღიარებს იმას, რომ შესაძლებელია რაღაც შეცდომა დაუშვა, შესაძლებელია რაღაც არასწორად მოიქცა, ერთი სიტყვით სიამაყე ამის უფლებას არ მისცემს. გრძნობას აქ მე ვერ ვხედავ, უფრო манипуляციებია და როგორ თქვა, ძალის დემონსტრირება, უპირატესობის რაღაც დამტკიცება. აი ეს მომენტია აქ უფრო ჩემო კარგო, ისე რომ სიამაყე შესაძლებელია რაღაც გრძნობა ქონდეს კიდევაც გულში, მაგრამ ამას არაფრის დიდებით არ გამოხატავს და არ ეტყვის და თავი იმპერატორად მოაქვს თავი და როგორ გითხრა, გრძნობა გვაინტერესებს ლაშას გრძნობა 23 წლის მარის მიმართ. თუ აქვს კიდევ გრძნობა ლაშას მარის მიმართ ამჟამად. ერთხელ კიდევ ვიკითხავ, არა, კოშკის არკანი ამოვიდა, ვფიქრობ, რომ დასრულებულია სიტუაცია, უკვე ურთიერთობა დასრულებულია. შესაძლებელია რაღაც კონფლიქტი ჩხუბით დასრულდა ეს ყველაფერი და ძალიან გაბრაზებულია ჯერ ისევ ისი ბრაზე არ დავიწყებია, ასე ვთქვათ. ასეთი იყო პასუხი. ჩემო მარი, გული არ გაიდე ხო? შემდეგი კითხვა, ნანას 40 წლის ნანას პასუხობ კითხვაზე.
40 წლის ნანას პასუხობ კითხვაზე, რომელიც მდგომარეობს შემდეგში. რას ფიქრობს ირაკლი ნანაზე? ამჟამად რას ფიქრობს ირაკლი ნანაზე? ამჟამად რას ფიქრობს? თუ გამოვა ირაკლი ნანასთან კონტაქტზე, პერიოდი არ იყო მითითებული, ამიტომ მომდევნო 2 თვის განმავლობაში თუ გავა კონტაქტზე, რას ფიქრობს ამჟამად? მიჯაჭვულობა აქვს ამ პიროვნებას, მიჯაჭვულობა, ნება. ფიქრობს, რომ ძალიან ლამაზი ხართ, მიმზიდველი ხართ, ერთი სიტყვით ძალიან იზიდავთ ამ პიროვნებას. რომ იტყვიან, უნდა რომ ერთი სიტყვით, ფიქრები აქვს, რა თქმა უნდა, თქვენს მიმართ, მიჯაჭვული ფიქრები აქვს, ასე ვთქვათ, ტოქსიკური ფიქრები, შესაძლებელია ფიქრობს ძალიან ხშირად წარმოუდგენია თქვენი თავი, მაგრამ ასევე ფიქრობს იმასაც, რომ რაღაც ჩემკარგო, ასევე ფიქრობს ცოტა შვიდიანი ხმალი ამოვიდა, მაინც და მაინც გულწრფელი არ არის ეს პიროვნება ურთიერთობაში, შესაძლებელია რაღაც მატერიალური დაინტერესებაც ჰქონდეს ამ პიროვნებას, გარდა იმისა, რომ ნება აქვს და ცეცხლი, ხო, მაგრამ მიჯაჭვული ფიქრები, შვიდიანი ხმალი ამოვიდა, მაინც და მაინც გულწრფელი არ არის ეს თავის ფიქრებში და თავის ზრახვებში, ასე ვიტყოდი მე. რას მოიმოქმედებს? კი, იცით რა არის? არ არის გამორიცხული, რომ კვერთხის რაინდით გამოვიდეს კონტაქტზე. პერიოდი თქვით 2 თვე, ხო? 2 თვის განმავლობაში გამოგეცხადოთ, არ არის გამორიცხული, რომ გამოგეცხადოთ თავისი ცეცხლოვანი ენერგიებით. საერთოდ რას აპირებს ნანას მიმართ ეს პიროვნება ირაკლი? რას აპირებს? აქ სამკუთხედს მიჩვენებს, ჩემო კარგო. სამკუთხედს მიჩვენებს. ჩემო კარგო, მე რომ გითხრა, რომ რაიმე სერიოზულს მოიმოქმედებს, იცით რა არის აქ? არ ვიცი, აქ როგორ არის, მაგრამ პიროვნება შესაძლებელია ჯერ ფიქრობს და ეძებს გამოსასვლელ გზას, როგორ გამოვიდეს რაღაც ოთხკუთხედებიდან, არ ვიცი ერთი სიტყვით. რა თქმა უნდა, ენატრება, თითქოს რაღაც უნდა წარსულის დაბრუნება, შინაგან, ასე ვთქვათ, ძიებაშია. თავში ებრძვის ერთი სიტყვით ეს პიროვნება, თავის თავს ებრძვის და აქ დასრულებული ურთიერთობა, ჩემო კარგო, იცით რა არის? აქ მე მიჩვენებს, არ ვიცი, თქვენ და ირაკლის შორის კარგი იქნება რომ ვიცოდე რა ურთიერთობა იყო და რა ახლა გასაგებია რომ ეტყობა კონტაქტზე არ გამოდის და აქვე კოშკის არკასაც მიჩვენებს, მაგრამ არ არის გამორიცხული რომ კვლავ გამოგეცხადოთ და დაბრუნდეს თქვენთან. ჩემო კარგებო, მე უბრალოდ ვიკითხე, რა თქმა უნდა გრძნობა აქვს ამ პიროვნებას და ცეცხლი და ვნება, მაგრამ მე აქ მიჩვენებს იმ მომენტს, რომ ამ პიროვნებას არ ვიცი, შესაძლებელია რაღაც უშლის ხელს თქვენამდე მოსასვლელად. აქ მე პიროვნებას მიჩვენებს, პიროვნება ორ ქალს შორის არის ერთი სიტყვით, კვერთხის დედოფალი და ქურუმი ქალი. ქურუმი ქალი ხან ერთთან არის, ხან მეორესთან. აი ასეთი სიტუაცია აქ. კი. ფიქრობ, რომ ერთ პიროვნებასთან დასრულებული აქვს ურთიერთობა, ეს შესაძლებელია თქვენ ხართ, თქვენთან რაღაც დასრულებულ ურთიერთობას მიჩვენებს თითქოს ამ მომენტში, მაგრამ შესაძლებელია მომდევნო 2 თვის განმავლობაში, ვთქვით ხო, 2 თვის განმავლობაში კვერთხის რაინდით, ასე ვთქვათ, მოვიდეს თქვენთან, ყოველ შემთხვევაში ამაზე ფიქრობს, რომ რაღაც ახალი შანსი გამოიყენოს და იმედი აქვს ყოველ შემთხვევაში და არ არის გამორიცხული რომ კონტაქტზე გამოვიდეს. გამორიცხული კი არა, ეს ისეთი სწრაფი არკანია, რომ შესაძლებელია უფრო მალიც გამოვიდეს კონტაქტზე თქვენთან, ჩემო კარგო. დღეს ეს იყო სულ, ძალიან მაინტერესებს ჩემო ძვირფასებო, ძალიან გთხოვთ გამომეხმაურეთ, ვისთან როგორ რეზონირდა და
შემდეგ კვლავაც გავაგრძელებ მე მსგავს ჩაწერებს, კვლავაც გავაგრძელებ, რომ მოგიცით საშუალება დასვათ კითხვები. მადლობა და ნახვამდის.